ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ქართული ოცნება 1 იანვრიდან შეასრულებს. ამის შესახებ დღეს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. ცვლილება პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტებს შეეხებათ. ოჯახებს, რომელთა თვიური მოხმარება 300 კილოვატს არ აღემატება. რატომ იხდიდა მოსახლეობა წლების განმავლობაში მაღალ გადასახადს და შემცირდება თუ არა გაზის ტარიფით? სანდრო ჯუფალაკიანი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. სანდრო, საღამომშვიდობისა. მოგესალმებით, თავდაპირველად გაგაცნობთ კონკრეტულ ციფრებს იმ ტარიფებს, რომელიც ამოქმედება უკვე 1 იანვრიდან. პირველი კატეგორიის აბონენტებისთვის, რომელთა თვიური მოხმარება 100 კილოვატამდეა, ეს ტარიფი 13.48 მეასედი თეთრიდან თითქმის 10 თეთრამდე შემცირდება თბილისში. რაც შეეხება რეგიონებს, ახალი ტარიფი იქნება 9.54 მეასედი თეთრი 1 კილოვატზე. რაც შეეხება მეორე კატეგორიას 101-დან 300 კილოვატამდე მოხმარების შემთხვევაში 16 თეთრიდან ტარიფი მცირდება თითქმის 12.5 თეთრამდე, ანუ 12.56 მეასედი თეთრი იქნება. ახალი გადასახადი თბილისში რეგიონებს რაც შეეხება ეს ახალი ტარიფი იქნება 13 თეთრი. სავარაუდოდ შემცირებული ტარიფები რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება უცვლელი. ტარიფის შემცირება აბონენტთა უმრავლესობას შეეხება. ახალი წლიდან იმ ოჯახებს, რომელთა მოხმარება თვეში 300 კილოვატამდეა, საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდებათ. რა თქმა უნდა, მეც ველოდებოდი 5 თეთრამდე გაიაფებას ელექტროენერგიისას, მაგრამ 3 თეთრიც შეღავათი იქნება ჩვენთვის. მოჩვენებითი შეღავათი ენერგეტიკის მომავლის ხარჯზე. ეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის შეფასებაა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით მოსახლეობა გაცილებით უფრო მეტ სარგებელს 1000 ლარიანი ვაუჩერის შემთხვევაში მიიღებდა. 500.000 ქართული ოჯახი მიიღებს ეკონომიას თვეში 3 ლარი და 54 თეთრი. არჩევნებამდე ჩვენმა მთავრობამ შეიტანა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა თითოეული ოჯახისათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემას და პრაქტიკულად დეკემბერში უკვე დარიგებული იქნებოდა საქართველოში ყველა ოჯახს ექნებოდა 1000 ლარიანი ვაუჩერი. თუ ამ ვაუჩერს გადავთვლით თითო თვეზე, თითო ოჯახი მიიღებდა 23 ლარ შეღავათს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ენერგეტიკას კონდეს მომავალი. ყოფილ პრემიერს არ ეთანხმება ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი. დავით მირცხულავას განმარტებით ჰესების და სხვა ენერგოობიექტების მშენებლობაზე ტარიფის კლება გავლენას არ მოახდენს. თელასი და ენერგოპრო წლების განმავლობაში ზემოგებას ნახულობდნენ, აცხადებს მირცხულავა. აი ამ გადაწყვეტილებით თელასი არ მიიღებს ზედმეტად დაუსაბუთებლად დაახლოებით 80 მილიონ ლარს ყოველწლიურად საქართველოს, უბრალოდ თბილისის აბონენტებისგან. ამაზეა საუბარი. ასევე ენერგოპრო. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი ტარიფში არსებულ რეზერვზე წლების განმავლობაში საუბრობდა. რევას არველაძე კომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა მხარს ელექტროენერგიაზე ერთიანი ტარიფის შემოღებას უჭერს. ის ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც მოიხმარს 300 კილოვატ-საათზე მეტ ელექტროენერგიას, სუბსიდირებას უკეთებს მათ, ვინც მოიხმარენ 300 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას. ჩვენი აზრით ყველაზე სწორი და ყველაზე სამართლიანი იქნებოდა მიღებულიყო ერთიანი ტარიფი. გაზი 10 თეთრი დენი, 5 თეთრი წყალი უფასო. ამ ცნობილი წინასაარჩევნო ლოზუნგის ერთ-ერთი ავტორი წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე საუბრობს. გიორგი თარგამაძის განმარტებით, მოსახლეობა მაღალ ტარიფებს წლების განმავლობაში იხდიდა. იმ პირობებში, როცა გადასახადის შემცირება სავსებით შესაძლებელი იყო. მიღწეული შეთანხმება და გადაწყვეტილება პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ რადგან წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ქრისტიან-დემოკრატები, რომ არსებობს რეალური რესურსები ელექტროენერგიის და არა მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების, ეს თურმე რეალობა ყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფის შემცირების თაობაზე სემეკმა უნდა მიიღოს. მარეგულირებელ კომისიაში დადგენილებას სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაამტკიცებენ. დღესვე სპეციალური განცხადება გააცოლა რუსულმა ინტერრაომ. კომპანიაში უარყოფენ რაიმე სახის მონაწილეობას უკანონო სქემებში. მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დააკავეს თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და სწორედ ინტერრაოს მფლობელობაში ამ კომპანიის აქციათა 75%. რაც შეეხება უშუალოდ ტარიფებს, მოსკოვში ამ საკითხს გარკვეულწილად უკავშირებენ საგადასახადო საკითხებს. სანდრო ჯუფალაკიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.